ოლიგარქის რეჟიმმა ორი ახალი მძევალი აიყვანა თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრა. საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც რუსთაველის გამზირზე ქართული ოსნების ერთ-ერთი მხარდამჭერი გამოჩნდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი პროვოკაციის მსხვერპლები არიან. ვინ არის ოცნების პროვოკატორი და როდის აუყენებენ ბრალს დაკავებულებს, თამარ დემეტრაშვილი მოგვიყვება დეტალებს პირდაპირ ეთერში. თამარ გისმენთ. აქტივისტებს თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. პოლიციელებმა ისინი რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტის გამო დააკავეს და ჯგუფურ ძალადობას ედავებიან პიროვნებაზე, რომელიც აქტივისტების მიმართ ყოველთვის აგრესიით გამოირჩეოდა და მათ მიმართ ფიზიკურ ანგარიშწორებასაც აანონსებდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველზე მისულს დანაც კი ჰქონდა თან, პოლიციამ მაინც პროევროპული აქციების მონაწილეები დააკავა. აქტივისტები ამბობენ, რომ ბექა გოცირიძე პროვოკატორია, ის რუსთაველის გამზირზე გამიზნით მივიდა, აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ასევე აქტივისტები ამბობენ, რომ გოცირიძეს თან ჰქონდა ცივი იარაღი, რომელიც ჯიბიდან ამოუვარდა ინციდენტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტებმა ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს, მათ რეაგირება არ ჰქონიათ. ამ ინციდენტიდან 2 კვირის შემდეგ კი პროვოკატორს კი არ აგებინეს პასუხი, პირიქით აქტივისტები დააკავეს. სოციალური ქსელის მეშვეობით აფარებს ვიდეოებს, სადაც ემუქრება არის აგრესიულად განწყობილი პროტესტში ჩართული ადამიანების მიმართ და აქციაზე მდგომ ადამიანებს ემუქრება და 1 აგვისტოს ეს იყო ძალიან ცალსახა პროვოკაცია, როგორც არაერთი ჩემი მეგობარი მიყვება, მან მოაწყო პროვოკაცია დანით, ანუ ცივი იარაღით შეიარაღებული მოვიდა. ესეც მე ვფიქრობ, რომ არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ ასე ვთქვათ, საშიში გახადონ აქციაზე დგომა. მე ვფიქრობ, რომ ისინი შესაძლოა აპირებდნენ რაღაც პროვოკატორების მოგზავნას. ბექა გოცირიძე, რომელიც არ ეხსოვება საქართველოს მოსახლეობის 99%-ს, დღეს საზოგადოებამ უნდა გაიცნოს როგორც კოცი პროვოკატორი, ის ყოველთვის გამოირჩევა საკუთარ Facebook გვერდზე რუსთაველის გამზირზე მყოფი ადამიანების შეურაცხყოფელი სიტყვებით. რეჟიმის ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააკავონ სისხლსამართლობრივი პასუხისმგებლობით, აგზავნიან პროვოკატორებს შეგნებულად, რომ ამ პროვოკაციაზე წამოაგონ აქციის მონაწილეები და შემდეგ დააკავონ ისევე აქციაზე მყოფი საზოგადოების პირები. აი ის ტიპი იყო მოსახელვარი, არ მახსოვს ყოფილი ფეხბურთელია, დანით იყო ტიპი მოსული. ჩვენი ის ადამიანი და ანუ როცა იქცა ის ხანი ადამიანი ამოვარდა დანა რომელიც ამოვარდა ავიღე მე მიკავია ხელში. რეაგირება უთხალახე პოლიციას უთხარი, პოლიცია ნულია მასალეო ესე მითხრა და წავიდნენ გაყრენ იმას. ვინ არის ბექა გოცირიძე? ის არის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომლის კარიერაც ავტოავარიამ დაასრულა 2000-იან წლებში. წლების განმავლობაში ის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, თუმცა ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს, რომელშიც განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავდა წინა ხელისუფლების მიმართ, ასევე შეურაცხყოფას აყენებდა ყველას, ვინც ქართული ოცნების მოწინააღმდეგეა. იგივე გააგრძელა საქართველოში დაბრუნების შემდეგაც, ის ღიად ემუქრებოდა რუსთაველის გამზირზე მყოფ აქტივისტებს და ერთხელ გააკეთა მოწოდება, რომ მათ ფიზიკურად გასწორებოდნენ. რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, ის მომხდარის შესახებ თავადაც ყვებოდა და ამბობდა, რომ არავის უცემია. თუმცა მოგვიანებით იჩივლა, პოლიციას ჩვენებაც მისცა და 2 ახალგაზრდაც დააჭერინა. რუსთაველზე მოვდიოდი, ხო ეხა ისეთ ადგილას მოხვდი, გამოვიარე რა, ეხა რა უნდა მეკე, ეხა მაგათ რატო უნდა მოვერიდო და მიცნეს ეხა რა თქმა უნდა დამესწივნენ და ნამე მაგ ეხა ნაცემის აი შეხშვილს პისავარ ვერაფერი ვერ მიქნეს. ერთი გოგო მყავს, იმის სისხლის პისავარ და ვინც მე მაგინებ და რაღაცა კომენტარებს მიწევთ, თქვენ დედას და თუ რამე კი გაქვთ, მოდით და ერთი ერთზე ვნახეთ რა, ან მოდით 4-5 30 რო დამესიეთ და მაინც პარჩაკები არიან, ვერც მცემეს და სულ დედის ვაგინე და რავი, ეხა მეტი ეხა რა უნდა უყნე, იმდენი იყვნენ და ასე რომ ყველას მადლობა რა და არც ნასემი ვარ არაფერთან უსმენთ ამ ხ***ებს რა, არიან მატყუარა ხ***ები რა, სუნიანები, ბინძურები და მალე გაგაძევებთ მანდედან რა. დავამტრიოთ ძოლებში და დაგვიჭერენ და დაგვიჭირონ კიდე ხა დიდი 2 კვირა ერთი თვე ჩავსვან მაგათი რა. იმიტომ მოგიყვანეთ მაგ 2012-ში თუ რაც იყო რომ ამათვის დედები და წამოაყენეთ ეხა და
თავზე და ჩვენ კიდე აგერ ჩვეულებრივ ხალხს ნერვები გვეშლება. გამოვალთ რა მართლა ერთხელ გამოვიდეთ ვიღაცამ აიღოს თავის თავზე და დავლეწოთ მაინც რა ესენი რა. მე მაინც დავლეწავ მე უეჭველი ვიცი ერთხელ ხო გადამეყრებიან. მე თვითონ მაინც წავალ ციხეში რომელიღაცას მაინც რომელიღაცა ნაციონალს მაგაში დარწმუნებული ვარ რა. დაკავებულ აქტივისტებს პოლიცია 126-ე მუხლით გასამართლებას უპირებს, რაც ურწლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუშაობენ სხვა პირების დასადგენადაც.